მოგესალმებით პირდაპირ ეთერში სამედიცინო გადაცემა იმპულსის სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში ნახავთ. ვარდისფერი ოქტომბერი. ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე. რატომ არის აუცილებელი და რეგულარული გამოკვლევები და როგორ შეიძლება დაავადების თავიდან აცილება? ძუძუს კიბო მსოფლიოში ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება. ყოველწლიურად მილიონობით ქალს უსვამენ ამ დიაგნოზს, თუმცა დროული აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა ეფექტურია. სწორედ ამიტომ ოქტომბერი მთელ მსოფლიოში ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვედ არის გამოცხადებული. დღეს ვისაუბრებთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ზრდის დაავადების განვითარების რისკს და იმ მეთოდებზე, რომლებიც პრევენციის საშუალებას გვაძლევს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგულარულ თვითგამოკვლევას, მამოგრაფიასა და ექიმთან დროულ ვიზიტს. ასევე განვიხილავთ სიმპტომებს, რომლებიც ხშირად უგულებელყოფილი რჩება და მეთოდებს, რომლებიც ქალებს დაეხმარება საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაში. იმპულსის კითხვებს კი ონკოლოგი ზია ხალვაშვილმა. სწორედ მოგესალმებით ზია, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და მოგესალმებით ბატონო. უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიცაც მთელი მედია საუბრობს ოქტომბრის განმავლობაში, პრაქტიკულად ყველა ვინც კი ჩართული ამა თუ იმ ფორმით ჯანმრთელობის პოპულარიზაციაში ცდილობს, რომ ამ თემას გვერდი არაუროს, იმიტომ რომ სწორედ ინფორმირებულობა, ამას დეტალურად მოგვიანებით ვისაუბროთ, არის მთავარი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ აღმოვაჩინოთ ქალებს საშუალებას აძლევს აღმოვაჩინონ დროულად და ეფექტურად უმკურნალობა. პირველ რიგში განმარტოთ რა არის ძუძუს კიბო და როგორ ვითარდება ის. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, უღრმესი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მინდა განმარტო, რომ ძუძუს კიბო ავთვისებიანი დაავადება, რომელიც ჯირკვლის სადინრების ან წილაკების ეპითელიუმის უჯრედებისგან ვითარდება. კონკრეტულად როგორ ჩდება ძუძუს კიბო, რომ გავარჩიოთ, აუცილებლად მნიშვნელოვანია გავიაროთ ბიოლოგიური საკითხი. მინდა აღვნიშნო, რომ ძუძუს ნორმალური ქსოვილი ძირითადად შედგება ორი ტიპის უჯრედებისგან, ეს არის სტრომული და ეპითელიური უჯრედები. ნორმალურ პირობებში ეს უჯრედები გამრავლდებიან, წარმოიქმნებიან და მათი გამრავლება და წარმოქმნის პროცესი არის რეგულირებადი, მაგრამ ძუძუს კიბო ყალიბდება მაშინ, როდესაც უჯრედში ხდება დაზიანება ან დნმ განიცდის მუტაციას. მუტაციის შედეგად უკვე დაზიანებულ უჯრედში ხდება უჯრედების უკონტროლო გამრავლება, რის საფუძველზე ძუძუში ყალიბდება კვანძი და შემდგომ ამ კვანძის განვითარება ინვაზია ხდება და უკვე მნიშვნელოვანია, რომ როგორც ცნობილია ონკოლოგიური დაავადებების ხშირ შემთხვევაში ამ ონკოლოგიური დაავადების რიცხვი და ჩამონათვალი დიდია, დამოკიდებულია ქსოვილზე და ამ შემდეგ ახასიათებს გარკვეულწილად ასაკობრივი თავისებურება, მზითად რაღაც ასაკის შემდეგ ვითარდება. აი რა არის ძუძუს კიბოს კრიტიკული ასაკი, რა ასაკის შემდეგ ვითარდება? მინდა აღვნიშნო, რომ ძუძუს კიბოს მატების ტენდენცია შეინიშნება 40-დან 60 წლის ასაკის ქალბატონებისთვის, მაგრამ თუ არის გენეტიკური წინასწარ განწყობა, რისკი მაღლდება 30-დან 40 წლის ასაკის ქალბატონებისთვის. მინდა აღვნიშნო ისიც და დავამატო, რომ დღესდღეობით შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდების ტენდენცია, ამიტომ უსაფრთხო ასაკი არ არსებობს. მინდა აღვნიშნო 25 წლიდან უფრო უკვე მნიშვნელოვანი არის, რომ ქალბატონებმა როგორც ყველა დაავადების შემთხვევაში პრაქტიკულად ძალიან ბევრი დაავადება თანამედროვე რეალობაში გაახალგაზრდავდა და ბევრ დაავადებასთან მიმართებაში ალბათ ის რისკ ფაქტორებიც მომატებულია, რომელიც იწვევს. რა თქმა უნდა და მე მინდა თემის გარეთ აღვნიშნო, რომ აი როდესაც ხდება ძუძუს ქსოვილის ფორმირება 18 წლის ასაკიდან მნიშვნელოვანია 25 წლამდე ქალბატონებმა ჩაიტარონ გამოკვლევა ძუძუს ულტრაბგერითი კვლევა, უკვე 30-25 წლიდან 30 წლამდე მნიშვნელოვანია, რომ 2 წელიწადში ერთხელ მინიმუმ ჩაიტარონ ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, ძალიან მარტივია, უსაფრთხოა და ძალიან მნიშვნელოვანია. აი გენეტიკური ფაქტორები ახსენეთ და როგორც ბევრი სხვა ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. აქვს თუ არა გენეტიკურ წინასწარ განწყობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა? დიახ, ნამდვილად აქვს. ის სწორედ დეტერმინირებული გენეტიკური. დიახ, მინდა აღვნიშნო, რომ გენეტიკური წინასწარ განწყობა ნამდვილად არსებობს. მინდა აღვნიშნო გენეტიკური მიმართულება, ესე იგი ქალბატონებს, ვისაც გააჩნია გენეტიკური მუტაცია და საკმაოდ ცნობილი გენი, ეს არის BRCA1 და BRCA2, რომლის მუტაცია
ოპერაციის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ გენეტიკური ფაქტორების საერთო რისკი სადღაც შეადგენს 5%-ს. ამიტომ ზოგი ქალბატონები გონიათ, რომ პირდაპირ გაგებით, რადგან გენეტიკაში აქვთ კიბო მას დაემართება, ეს ასე არ არის. საერთო რისკი სადღაც 5-10%-ია. ანუ ცხოვრების წესის შეცვლა, წინასწარი გამოკვლევები და ეს პროფილაქტიკური ღონისძიებები, პრევენციული ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს, რომ თუნდაც გენეტიკური წინასწარ-განწყობა არსებობდეს, თუნდაც გენის აქტიურობა იყოს მაქსიმუმზე, მაინც გარკვეულწილად შევამციროთ ის რისკები. კიდევ გენეტიკური ფაქტორები და სხვა რა ფაქტორები? გენეტიკური ფაქტორების გარდა მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები. მაიონიზირებული რადიაცია, ულტრაისფერი დასხივება, ჯანსაღი ცხოვრების წესი. აუცილებლად მნიშვნელოვანია ჰორმონალური დისბალანსი. ყველა ის დაავადება და პათოლოგია, რომელიც იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ჰორმონოჩანაცვლებითი თერაპია, ნაადრევი კლიმაქსური პერიოდი ან ნაგვიანები, გვიანი ორსულობაც წარმოადგენს რისკს. სხვადასხვა პოლიეტერი სხვა დაავადებები, სხვა ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ძუძუს კიბო მულტიეტიოლოგიური ფაქტორია, ანუ ერთ კონკრეტულ მიზეზზე არ არის დამოკიდებული და შეიძლება ბევრი მიზეზი გახდეს ამის დღესდღეობით კვებისმიერი ფაქტორიც ძალიან დიდ როლს თამაშობს, სტრესული ფაქტორები და კორტიზოლის დონის მატება, ეს ყველაფერი ხელს იქმნება რისკი ამ ყველაფრით, რომ განვითარდეს ძუძუს კიბო. და მნიშვნელოვანია სიმპტომების დროული აღმოჩენა. რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს? ხოდა გასაგებია, რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში შესაძლებელია ძუძუს კიბოს აღმოჩენა ძალიან ადრეულ ეტაპზე, როცა პრაქტიკულად შეუძლებელია სიმპტომები არსებობდეს. და ეს არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამის მიზანია, ვარდისფერი ოქტომბრის მიზანი არის ის, რომ დროულად მოხდეს მანამ სანამ სიმპტომები გამოვლინდება, იმიტომ რომ სიმპტომების გამოვლენა ნიშნავს, რომ დაავადება უკვე საკმაოდ შორს წასული შემთხვევაშია და მისი მკურნალობა უფრო რთულია, ვიდრე ადრეული აღმოჩენის შემთხვევაში. თუმცა სიმპტომების აღმოჩენას და ექიმთან ვიზიტი პროფესიონალებს აძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად ებრძოლონ დაავადებას. აი, რა სიმპტომები არის ხაზგასასმელი? აი, მნიშვნელოვანია ვიზუალური დათვალიერებით ქალბატონმა ყურადღება მიაქციოს კანის სიმპტომებს. შესაძლებელია იყოს სიწითლე, ლიმონის ქერქის ტიპის მაგვარი კანი, არეოლის გასქელება, ძუძუს თავის ჩაბრუნება, გამონადენის არსებობა ძუძუდან, პალპაციით შეიძლება აღმოაჩინოს კვანძის არსებობა, ძალიან მნიშვნელოვანია კვანძის არსებობა, ან იღლიაში ღრმა პალპაციით შეამჩნიოს, რომ ლიმფური კვანძია გადიდებული. ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს ძუძუში არსებული პროცესის გავრცელებას იღლიაში. ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ქალბატონმა ასიმპტომურ მდგომარეობაში მიიბრძანდეს და ჩაიტაროს დიაგნოსტიკური კვლევა, რადგან სიმპტომების გამოვლენა უკვე ხდება შორს წასულ პროცესებში. როცა კანის სიმპტომები გამოიხატება, ეს უკვე არის სადღაც მესამე სტადია. ამიტომ მნიშვნელოვანია არ დაველოდოთ სიმპტომების გამოვლინებას. ერთი კარგი რაც მინდა ვთქვა, რომ ხშირად ტკივილის გამო მოგმართავენ, მაგრამ ტკივილი ხშირ შემთხვევაში არ წარმოადგენს აი კონკრეტულ ძუძუს პრობლემის მიზეზი, შეიძლება სხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული, მაგრამ კარგია რომ ტკივილის გამო მოდიან და თავს იმშვიდებენ, იტარებენ კვლევებს და ხშირ შემთხვევაში ეს არის აქტუალური სიმპტომი, რითაც მოგმართავენ. ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის მამოგრაფია. მამოგრაფია გვაძლევს საშუალებას, რომ ჯერ კიდევ შორს წასული შემთხვევები არ დაფიქსირდეს და ადრეულ ეტაპზე მოხდეს გამოვლენა. თუმცა სანამ ამ კითხვას უპასუხებ, გამოაცხადო, რომ სარეკლამო პაუზა გვაქვს, არ გადართოთ დაგველოდეთ, ძალიან მალე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო საკითხით.
აგრძელებ თემას მამოგრაფია და მისი მნიშვნელობა. რა საკითხმა დაიწყოს რეგულარული გამოკვლევები? მე ვთვლი, რომ რადგან ძუძუსკიბოს გაახალგაზრდების ტენდენცია 35 წლიდან რეკომენდირებულია ქალბატონმა ჩაიტაროს მამოგრაფია. მამოგრაფია ზოგადად არის რენტგენოლოგიური კვლევა, რომელიც რას გვაძლევს? აი, ვნახულობთ ძუძუში, ვაფასებთ ფიბროზის ხარისხს, როგორი ხარისხი არის თუ არა კალცინატები, არის თუ არა სხვა ტიპის ჩანართები, კეთილთვისებიანი კისტები, ადენომებია და არსებობს თუ არა რისკი კიბოს. ამქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ერთეულ შემთხვევებში არის შემთხვევები, რომ მამოგრაფიის გადაღების პროცესში გამოვლინდება, რომ ვერ ხდება პროცესის შეფასება და მნიშვნელოვანია სხვა დამატებითი კვლევები. არის შემთხვევები, როდესაც ფიბროზის ხარისხი მაღალია მასში და არაინფორმატიულია მამოგრაფია. ესეთი შემთხვევებიც არსებობს. მაგრამ მამოგრაფიული კვლევა მნიშვნელოვანი კვლევაა დროული დიაგნოსტიკისთვის. რა სიხშირით უნდა ჩატარდეს? ძირითადად მამოგრაფია, როდის სიხშირით უნდა გადაწყდეს? ჩვენ ეროვნული სკრინინგ ცენტრში მამოგრაფიის ჩატარება ძირითადად ხდება 40-დან 70 წლის ჩათვლით. აი მამოგრაფიის გადაღების პროცესში რადიოლოგი ადგენს, რა სიხშირით შეიძლება ჩატარდეს მამოგრაფია. არის შემთხვევები, რომ 6 თვეში კონტროლს ნიშნავს, არის შემთხვევები, რომ წელიწადში ერთხელ, პროფილაქტიკური მიზნით სავალდებულოა, რომ ჩატარდეს 2 წელიწადში ერთხელ. ეხლა უშუალოდ ვისაუბროთ მკურნალობაზე. დღევანდელ რეალობაში მკურნალობის მეთოდები არსებობს იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს ძუძუსკიბოს მკურნალობა. მინდა აღვნიშნო, რომ მკურნალობის კუთხით საკმაოდ კარგი ნაბიჯები გადაიდღა. დღესდღეობით საქართველოში შეიძლება ყველა იმ სერვისის მიღება, რომ საკმაოდ დაძლეული იქნას ეს პრობლემა და მოგვარებული მნიშვნელოვან დონეზე. მინდა აღვნიშნო, რომ ძუძუსკიბოს მკურნალობა არის კომპლექსური, კონსერვატორული და ის მოიცავს სხვადასხვა მკურნალობის ერთობლიობას. ეს არის ქირურგიული მკურნალობა, ქიმიოთერაპია, სხეული თერაპია, ჰორმონოთერაპია და სხეული თერაპია. აი დავიწყოთ თითოეული მეთოდის მნიშვნელობაზე, ანუ რა ამ შემთხვევაში კომპლექსურად ტარდება თუ კონკრეტული მეთოდის უპირატესობა არის გამოყენებული? საერთოდ ზოგადად დაავადების მკურნალობა ძირითადად დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე, სტადირებაზე, გავრცელების ხარისხზე. აქედან გამომდინარე, თუ სიმსივნე ძალიან პატარა ზომისაა, შესაძლებელია ის მხოლოდ ოპერაციით შემოიფარგლოს და ჩატარდეს პროფილაქტიკური სხეული თერაპია. თუ არის სიმსივნის გავრცელება, ზოგჯერ ხდება ნეოადიუნტური ქიმიოთერაპია, თერაპიის ჩართულობა, ქიმიოთერაპია ზოგადად არის მედიკამენტოზური თერაპია, რომლის საშუალებით ხდება სიმსივნური კერის შემცირება, შესაძლებელი მეტასტაზური კერების არსებობის შემცირება, აგრეთვე არის შემთხვევები, რომ იმდენად ეფექტურია დღეს ქიმიოთერაპია და ისეთი მედიკამენტები შემოვიდა, რომ შესაძლებელია, რომ სიმსივნე სრულად მოხდეს სიმსივნის ლიზიზია. ეს შემთხვევებიც გვაქვს საკმაოდ ბევრი. აი ქირურგიული შემდეგ თუ მიმართავენ ქიმიოთერაპიას ამ პირიქით როგორ ხდება გადაწყვეტილება? მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ხდება ადამიანის დეტალური შესწავლა, დიაგნოზის დაზუსტება, სტადირების გამოყვანა, შემდგომ ეს პაციენტი იგზავნება ონკოლოგთა ბორდზე, სადაც ხდება კონსილიუმის ჩატარება და საერთაშორისო სტანდარტით ხდება მისადაგება. ჩვენ ვიყენებთ ევროპულ და ამერიკულ პროტოკოლებს, რომლის შესაბამისად ხდება დაგეგმარება, თუ რომელი მკურნალობის მეთოდი არის კონკრეტულად პაციენტისთვის მორგებული. არის შემთხვევები, თუ არის შემთხვევა, კეთდება ოპერაციის წინა ქიმიოთერაპია, შემდგომ ოპერაცია და ბიოლოგიური შემადგენლობიდან გამომდინარე დგინდება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. თუ ჰორმონოდამოკიდებულია, აუცილებლად ჰორმონალური თერაპია ტარდება გარკვეული წლებით და ოპერაციის შემდგომ რადიკალურად ხდება პოსტოპერაციული ნაწებურის დასხივება, რადგან დავაზღვიოთ პაციენტი შესაძლებელი რეციდივის არსებობისგან. აი თანამედროვე ონკოლოგიაში და ზოგადად ბევრი დაავადების მკურნალობაში უკვე გამოიყენება მაქსიმუმად ეგრეთ წოდებული ტარგეტული მიდგომა, როცა მისან მიმართულად ხდება კონკრეტული პრობლემური უბნის პრობლემურ უბანზე ზემოქმედება. ამ შემთხვევაში რა შედეგებს გვაძლევს ეს ტარგეტული თერაპია? არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ასე შემდეგ. აი როგორია გამოსავალი მკურნალობის? მე მინდა დავამატო, რომ
დღეობით დამატებით შემოვიდა მკურნალობის მეთოდები, რომელმაც გაზარდა სიცოცხლის რემისიის პერიოდიც და ხარისხი ცხოვრების და შემოვიდა სამიზნე თერაპია, რასაც თქვენ აღნიშნავთ, თარგენტ თერაპია, რომელიც ქიმიოთერაპიისგან განსხვავდება და კონკრეტულად დამიზნებით ხდება სიმსივნურ კერაზე დამიზნებითი მკურნალობა და ნაკლებად აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს. აქედან გამომდინარე, მაგის გარდა არსებობს იმუნოთერაპია ონკოლოგიაში, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერების ხარჯზე ხდება დაავადების მკურნალობა და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს შემოდის გენეტიკური მიმართულებით, მოლეკულურ გენეტიკური კვლევებით პერსონალიზირებული მედიცინის როლი შემოდის, რომელიც ძალიან კარგი კონკრეტულად ეს გენეტიკური კვლევით საფუძველზე მოლეკულური პაკეტის შესაბამისად ბიოლოგიური სიმსივნის ბიოლოგიდან გამომდინარე დამიზნებით ხდება პაციენტის მკურნალობა ინდივიდუალურად მასზე მორგებულად და ძალიან კარგ შედეგებს იძლევა და ჯანმრთელობისთვის და დღევრძელობისთვის იდეალურ შედეგებს დებს და ეს მკურნალობის შემდგომაც განსაზღვრავს რეაბილიტაციის პერიოდში პაციენტის მდგომარეობას? დიახ, ამიტომ აი რეაბილიტაციის პერიოდი რამდენი ხანს გრძელდება, რას მოიცავს, როგორ უნდა იყოს პაციენტი მზად ამისთვის? მინდა აღვნიშნო, რომ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის პროცესში პაციენტები ნამდვილად რთულ გზას გადიან. ამ მკურნალობის პროცესში ბევრი შემთხვევები არის, რომ თანხლები, გართულებები აღენიშნებათ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ დისკომფორტი, შფოთვა, ნერვიულობა, სტრესი, მაგრამ ეტაპობრივად ექიმების ჩართულობით ეს ყველა პრობლემა ლაგდება და გვარდება. საინტერესო ასევე შემდეგი ფაქტორი, თუ მოხდა მკურნალობა ეფექტური. ამ შემთხვევაში არის თუ არა დაავადების განმეორებით წარმოქმნის ალბათობა და ხდება თუ არა მსგავსი შემთხვევა, როდესაც პაციენტი ეფექტურად მკურნალობს ერთი კონკრეტულ კერას განკურნავთ, მაგრამ ჩდება მეორე კერა. როგორც აღნიშნე, ონკოლოგიური დაავადება ისეთი დაავადება, რომელსაც ახასიათებს მეტასტაზირება. გააჩნია ადამიანს რომელ სტადიაში დაუდგენდა აღნიშნული დაავადება, გააჩნია როგორი აგრესიულობის ფორმა აღენიშნება, რადიკალური მკურნალობის შემდგომ არსებობს რისკი მეტასტაზირების, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი თანამედროვე მკურნალობით, რადიკალური მკურნალობის შემდგომ რემისიის პერიოდი საკმაოდ გახანგრძლივდა, მაგრამ მინდა ისიც საიმედო შემთხვევა აღვნიშნო, რომ თუ მოხდება მეტასტაზირება, არსებობს მეორე ხაზის მკურნალობები, რომლებიც ამცირებს ამ დაავადების განვითარებას. ხშირად ხდება კითხვა, როგორ მოქმედებს ორსულობად ზუსტიკება დაავადების განვითარებაზე. არის თუ არა ეს გარკვეულწილად წინაპირობა, ან შემშლელი პირობა და ასე შემდეგ, როგორ მოქმედებს? ზუსტიკება, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ აი გვიანი ორსულობა თუ ის არის 30 წლის ზემოთ რისკი არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის დადგომამდე აუცილებლად ქალბატონმა მინიმუმ დაითვალიეროს სარძეველ ჯირკვალი, იყოს შემთხვევები და ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ორსულობის პროცესში დადგენილა ავთვისებიანი დაავადება და მოხდა ორსულობის შეწყვეტა და იყო ამ ოჯახის დაგეგმვის დროს აუცილებლად ეს თვალისწინებელი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ვინც გეგმავს ორსულობას გვიან ასაკში, მნიშვნელოვანია, რომ პროფილაქტიკური შემოწმების გარეშე დაგეგმავს. აი რა არის ძირითადად მითები, რომელიც ზუზუსკიბას უკავშირდება? ახლა ძალიან ბევრი არასწორი შეხედულება, ბევრ დაავადებასთან მიმართებაში არსებობს არასწორი შეხედულება, რომელსაც ისტორიულად ხვდება, თუმცა ეს შეიძლება რეალობას საერთოდ არ შეესაბამებს. ან პირიქით გარკვეულწილად კავშირი ქონდეს რეალობასთან. ან რა არის ყველაზე ხშირად გავრცელებული, რომელიც ხელს უშლის ონკოლოგებს დაავადების ეფექტურად მკურნალობაში? ზოგ პაციენტს გონია, ზოგ ადამიანს გონია, რომ თუ გენეტიკაში არ აქვს ეს დაავადება,
არ დაიმართება, დაცულია და არ დაიმართება. ზოგს გონია რომ თავს კარგად გზობს, არანაირი ჩივილი არ აქვს და შესაძლებელია მას არ დაიმართება. ზოგი საუბარი იმაზე რომ ცუდი მორგებული ბუსხალტერი შეიძლება გამოიწვიოს ზუზუს კიბოს განვითარება. გამიგია ისიც რომ მაგალითად დეზოდორანტები, ხანგრძლივი მოხმარება შეიძლება უკავშირდებოდეს ზუზუს კიბოს განვითარებას და შეიძლება გაგიჩნდეს და ბევრი პაციენტი მოსულა და უთქვამს რომ არ ვიყენებ და რაღაცა სხვა ტიპის რაღაცებს გამოიყენებს. არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რასაც ამბობენ, შეიძლება ეს იყოს. და საინტერესო ასევე სანამ პრევენციაზე გადავალთ, რა ხარდაჭერა ჭირდება პაციენტებს პირველ რიგში მსგავს დიაგნოზს აღმოაჩენენ და როგორია მათი როგორ უნდა იყოს მათი ქცევა. მე გამიგია შემთხვევაში, როდესაც მაგალითად დიაგნოზის შემდეგ ცდილობენ მაქსიმალურად გადადონ შემდგომ მკურნალობა. ანუ რა არის ის ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ ამ დიაგნოზის შემდეგ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და აქტიური ღონისძიებები ამ მიმართულებით. აუცილებლად მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ პაციენტი არ უნდა დავტოვოთ ამ დროს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სტრესული დიაგნოზი. როდესაც ადამიანი ამას იგებს, აუცილებლად მას აქვს განგაშის შეგრძნება, ვარდება ეიფორიაში და პაციენტი არ უნდა დარჩეს დიაგნოზთან მარტოდ, უნდა მივცეთ იმედი, უნდა გავამხნევოთ და ამ დაავადებით ამ პაციენტები ამ დაავადებით სტატისტიკურად სადღაც 32%-მდე ვარდებიან დეპრესიაში. ჩვენ მაქსიმალურად მზრუნველი გარემოთი, სითბოთი უნდა შევეცადოთ, რომ შევაგუოთ იმ მდგომარეობას, რომ არის შანსი გადარჩენის, ბრძოლას აზრი აქვს. ეს არის დროებითი პრობლემა და აუცილებლად დაძლევენ და დაძლევადია და შეიძლება რომ ამისთვის ვიბრძოლოთ და აუცილებელია გვერდით დგომა, როგორც ექიმის, ასევე ოჯახის წევრების და გარემო ყველა იმ ახლობლების, ვინც მის გარშემოა. და თქვენი რჩევა მაყურებელს, ანუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ პრობლემას, როგორ უნდა აღმოაჩინოს, როგორ უნდა იბრძოლოს და რა არის მნიშვნელოვანი ზუზუს კიბოს პრევენციისთვის. ანუ მთავარი მესეჯი ესე რომ ვთქვათ ვარდისფერი ოქტომბრის. მინდა რომ საზოგადოებას მოუწოდოს, რომ აქციონ ჯანმრთელობა პრიორიტეტად, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი ადამიანს გააჩნია, ეს არის საკუთარი ჯანმრთელობა. აუცილებლად არ უნდა დაიზარონ და გადადგან უნდა ნაბიჯი სიცოცხლის გადასარჩენად, საკუთარი სიცოცხლის. ამისათვის აი ქვეყანაში არსებობს ეს სერვისები და ისარგებლონ აღნიშნული სერვისები და მინდა რომ უფასოა, რა თქმა უნდა და მინდა რომ საზოგადოებამდე მივიდეს ის, რომ რადგან უფასოა ვამბობთ, ეს არ ნიშნავს რომ უხარისხოა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ხარისხიანი კვლევა, ტარდება ციფრულ აპარატურაზე, რომელიც იძლევა იდეალურ საშუალებას, რომ ადრეულ ეტაპზე მართლა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და დროული იდენტიფიცირება პრობლემის ნამდვილად განკურნების 99% შემთხვევაში განკურნების მაღალ შანსს იძლევა. აქციონ და მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად რეგულარული პროფილაქტიკა საკუთარი ჯანმრთელობის, შეიმოწმონ ჰორმონალური სტატუსი. მინდა რომ ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ და ეს რას მოიცავს? ადამიანის კვება უმთავრესია, რომ არ მიიღო ისეთი საკვები, როგორიცაა ჩიპსები, ბურგერები, გაზიანი სასმელები, ყველა ის საკვები, რაც არომატიზირებული, არომატიზებს შეიცავს, პლასმასის ქიმიკატები, ეს ბოთლებში, რომლის საკვებებიც არის შენახული, ის გარკვეულწილად რეაქციაში შედის წვენებთან და ის ქიმიკატებიც დალექვა ხდება მძიმე მეტალების ორგანიზმში და ორგანიზმი ვერ ახერხებს ამის განეიტრალებას და ხდება თავისუფალი რადიკალები, აი ფაქტორია, რომელიც პროვოცირებას უკეთებს და ამ ყველაფრის ფონზე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მედიცინაში მეთოდი, რომელიც ძალიან ადრეულად იძლევა ამის საშუალებას. ერთით შეხედვით უმკინებლად ძალიან სწრაფად მიმდინარე მამოგრაფია საშუალებას გვაძლევს ძალიან ადრეულ ეტაპზე, მაშინ როდესაც პრაქტიკულად ბევრი მკურნალობის მეთოდის გამოყენებაც კი არ ხდება საჭირო და ძალიან ხშირად მონოთერაპიით შეიძლება დაავადებასთან ბრძოლა ამ ეტაპზე აღმოჩნდეს, მაგრამ ამისთვის მთავარი არის რომ მივიდნენ, ჩაიტარონ, გამონახონ წელიწადში ერთხელ, თუნდაც 2 წელიწადში ერთხელ
ის რამდენიმე წუთი, რომელიც მათ საშუალებას მისცემ თავიდან აიცხონ ეს მძიმე დაავადება, რომელიც რაც უნდა ცუდად ჟღერდეს დღევანდელ რეალობაში, ალბათ ესეც გარკვეულწილად სტიგმა, რომ ძუძუს კიბო აღარ არის ესეთი მომაკვდინებელი დაავადება, დღეს უკვე ძალიან ეფექტურად შეიძლება მკურნალობა, თუნდაც ხშირ შემთხვევაში აი ესეთ სიმპტომების აღმოჩენის ეტაპზე. დიდი მადლობა მზია, საინტერესო საუბრისთვის და რეკომენდაციებს დაგემშვიდობებით. წარმატებებს გესურვებთ, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ იმპულსის კითხვებს ონკოლოგი მზია ხალვაში პასუხობდა. ამით კი ჩვენი გაცემა დასასრულს მივახოთ და მომავალ შეხვედრამდე.